ამჯერად მინდა რუბრიკა ფარმა ინფორმაცია წარმოგიდგინოთ და ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმო ავერსი რაციონალის წარმატებებზე გესაუბროთ. რა გზა გაიარა ქარხანამ დაარსებიდან დღემდე და რას ფიქრობენ მის შესახებ მსოფლიო ფარმაცევტული ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები. ამის შესახებ ჩვენი მომდევნო სიუჟეტი გიამბობთ. ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს კომპანია ავერსის დამფუძნებლებს ფარმაცევტული წარმოების გახსნის იდეა გაუჩნდათ. სულ რამდენიმე წელიწადში ეს იდეა ხორცის ხამს და უკვე 2002 წლისთვის ქართული ფარმაცევტული ქარხნის ავერსი რაციონალის მშენებლობა იწყება. ევროპული ტემპებითა და ქართული შემართებით დაწყებულ საქმეს წინ დიდი წარმატება ელოდა, რადგან პირველივე დღიდან აქცენტი მხოლოდ მაღალ ხარისხზე გაკეთდა. თუმცა ამასთან კომპანიის მენეჯმენტი აცნობიერებდა, რომ საწარმოს ხარისხიანი მასალით მშენებლობისა და ხარისხიანი დანადგარებით აღჭურვის პარალელურად მნიშვნელოვანი იყო იმ სისტემის შექმნა, რომელიც საწარმოს სწორად გამოყენებას და პროცესების სწორ დაგეგმვას უზრუნველყოფდა. სწორედ საქმისადმი ამგვარმა კომპლექსურმა და თანმიმდევრულმა მიდგომამ ლოგიკური შედეგი გამოიღო. DST-ს სივრცეში პირველად ავერსი რაციონალს ჯერ ISO, შემდეგ კი ევროპის ფარმაცევტული და ამერიკის FDA-ის სერტიფიკატები მიენიჭა. ალბათ არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ ეს არა მხოლოდ ერთი კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნის აღიარებაა, რადგან სწორედ ამ სერტიფიკატით დასტურდება, რომ ავერსი რაციონალი სრულიად აკმაყოფილებს GMP სტანდარტებს და შესაბამისად ქართული წარმოება უკვე საერთაშორისო მასშტაბითაა აღიარებული. საერთაშორისო დონის აღიარება ავერსი რაციონალს პატივს, ღირსებასა და პასუხისმგებლობას მატებს. ქართულ ექიმებსა და მომხმარებლებს კი რწმენას და გარანტიას იმისა, რომ ავერსის მიერ წარმოებული მედიკამენტი ხარისხითა და ეფექტურობით ტოლს არ უდებს თავის ევროპულ ანალოგებს. უცხოელი ექსპერტების პერმანენტული კონტროლი და შემოწმება ევროპული და ამერიკული სერტიფიკატების მიღებით დასრულდა. თუმცა თავად ამ სტანდარტების არსიდან გამომდინარე პროცესი დასრულებულად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან წარმოების დახვეწა და სულ უფრო მეტად გაუმჯობესება ამავე სტანდარტებითაა სავალდებულო. სწორედ ამ პროცესებზე დასაკვირვებლად ავერსი რაციონალს რამდენიმე დღის წინ უცხოელ ექსპერტთა საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. როგორც ვიცით, უკვე ავერსი რაციონალის აღებული აქვს საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატები, როგორც ევროპული, ასევე ამერიკული. დღეს არის მორიგი ვიზიტით ის ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა სერტიფიცირება ამ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე. პლუს ამ ექსპერტთან ერთად დღეს ვიზიტით არიან ამ ტოლზუდის გერმანული კომპანიის გენერალური მენეჯერი და რეგიონალური წარმომადგენელი აღმოსავლეთის ქვეყნების. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენთვის, იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში, რომელიც აწარმოებს ასეთ სახის წარმოების სერტიფიცირებას. ავერსი რაციონალი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მსხვილი და მნიშვნელოვანი klientია. ამ ფარმაცევტული ქარხნის წარმოება ყველაზე მკაცრ სტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც ჩვენ მიერ მინიჭებული სერტიფიკატებითაც დასტურდება. ჩვენ დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ აქ წარმოების ყველა ეტაპი საერთაშორისო სტანდარტებთანაა შესაბამისობაში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევხვდით ავერსი რაციონალის თანამშრომლებს, ჩავატარეთ სემინარები და მინდა სიხარულით აღვნიშნა, რომ საწარმოს თითეული თანამშრომელი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას. ვფიქრობ, რომ ეს ამ წარმოების წარმატების ერთ-ერთი მიზეზია. ავერსი რაციონალში ნანახით გაოცებას ვერ მალავდა უმსხვილესი ევროპული კომპანიის გენერალური მენეჯერი. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაოცა იმ სტანდარტებმა, რომელიც აქ ვნახე. ნამდვილად გასაოცარია ის მიღწევები, რასაც ავერსი რაციონალმა მიაღწია. ვფიქრობ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ქართული ხასიათი და მენტალიტეტია. მოხარული ვარ, რომ პირადად გავიცანი ადამიანები, რომელთა შრომის შედეგმაც ჩემი სასიამოვნო გაოცება გამოიწვია. ვიზიტის ფარგლებში ევროპელმა ექსპერტებმა ავერსი რაციონალის ახალი ლაბორატორიის მშენებლობის პროცესი მოინახულეს. ამ მორიგი საკონსულტაციო მაკონტროლებელი შემოწმების გარდა ავერსი რაციონალისთვის დაიწყო ახალი ეტაპი, ანუ ლაბორატორიის, რომელიც უკვე შენდება და მიმდინარეობს მშენებლობა წელიწად ნახევარია, იმის საბოლოო ეტაპზე გადავედით, ანუ საბოლოო საინსტალაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც
პირველი დღიდანვე დღიდან ბოლომდე ჭირდება ექსპერტების მეთვალყურეობა, რომ ყველაფერი შესრულდეს იქაც სამონტაჟო სამუშაოები ამ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ძალიან მოხარული ვარ, რომ ახალი ლაბორატორიის მშენებლობის პროცესში დაცული და გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ აღნიშნული ლაბორატორია მსოფლიოსა და ევროპის სტანდარტების შესაბამისი იქნება. მოხარული ვარ, რომ ამ დიდ საქმეში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვაქვს. მინდა ამ კომპანიას წინსვლა კიდევ უფრო განვითარება და დიდი წარმატებები ვუსურვო. ყველაფერ ამას ისინი ნამდვილად იმსახურებენ. ასე რომ მალე მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ ავერსი რაციონალს საკუთარი ახალი შესაბამისი სტანდარტის ლაბორატორიაც ექნება, რაც გახდება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ქართული ფარმაცევტული წარმოება ღირსეულ კონკურენციას უწევს ევროპისა და მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ წარმოებებს, რაც უდაოდ არა მხოლოდ ავერსის, არამედ ჩვენი ქვეყნის, ზოგადად ქართული საქმის დიდი წარმატებაა.